გეგმილი სპეცოპერაცია იმის საჩვენებლად, რომ კახაკავაძის უწყებაში მექრთამეები არიან თუ რეალური კორუფცია. მას შემდეგ, რაც საგამოძიებო უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებულია დედაქალაქის მერის კიდევ ერთი თანამშრომელი, რომელსაც ამჯერადად ქრთამის აღებას ედაობიან. კონკრეტულად კი საგამოძიებო უწყება ამტკიცებს, რომ დედაქალაქის მერის თანამშრომელი გარემოვაჭრეებისაგან კონკრეტულ თანხას იღებდა იმის სანაცვლოდ, რომ მათ გარევაჭრობა განეხორციელებინათ 3000 ლარის თანხაზეა საუბარი, რომელსაც დედაქალაქის მერის თანამშრომელი 2 კვირის მანძილზე იღებდა გარემოვაჭრეებისაგან იმის სანაცვლოდ, რომ მათ საქმიანობა განეხორციელებათ. არც ერთი მათგანი, რომელიც სავარაუდოდ დედაქალაქის მერის თანამშრომელს უხდიდა კონკრეტულ თანხას, ჩვენთან საუბარში არ ამბობს, რომ ისინი საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს რაიმე სახის კონკრეტულ თანხას უხდიდნენ. შესაბამისად, ჩნდება ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. მაგალითად, გუშინ დააკავეს დედაქალაქის მერის თანამშრომელი, რომელსაც ედაობიან გარემოვაჭრეებისაგან ქთამის აღებას, ამის წინაც კი რამდენიმე დღის წინ დააკავეს მესაფლავე, რომელსაც ასევე ედაობიან ქთამის აღებას. შესაბამისად, ჩნდება კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ეს სიგნალი დედაქალაქის მერიისთვისა და მისი თანამშრომლებისთვის, რომ კორუფციაზე საგამოძიებო უწყებები არიან დაინტერესებული, თუ რა ხდება რეალურად კახაკავაძის უწყებაში. ქალაქის მერის თანამშრომელი არის დაკავებული, რომელიც გარემოვაჭრეებს არჩევდა ფულს. თქვენ ხომ არ იცით, რომ ვინმე მოდიოდა თქვენთან რომ არა, ჩვენ არა. ისე ხო არ გაგიგიათ ვინმე ვის ფულს იყო. აქ ეგეთი არავითარ. და თქვენ ხონდათ ეგეთი შემთხვევა, რომ ფული გთხოვათ ვინმე? არა. ანუ რა? დამხატველები ხართ. ხო, და არავის ფული არ მოთხოვ. არა. ეგეთი რაღაც არ გამიყვანს. არავისთვის არაფერი არ გამოუთმებია აქ არავის. ხო, დაკავებულია ჩვენ არ ვამტკიცებთ, პოლიცია ამტკიცებს, რომ დამსიერებ და ამის არის. ჩვენთან მასეთი იყო ეგეთი შემთხვევა რამე? არა, ჩვენთან მასეთი შემთხვევა არ დაფიქსირდა. ტყუილია, ჩვენთან არაფერი. აი მართლა დამეფიცება იქ. დაკავებულია თბილისის მერის თანამშრომელი, რომელიც გარემოვაჭრეებს არჩევდა ფულს. თქვენ გქონდათ ეგეთი შემთხვევა? მე ფული არასდროს არავისთვის გადავიხდია. მე გაზეთებზე ვმუშაობდი, თუ კი გარევაჭრობა აიკრძალება, მე ამას ვიღებ შემოგევლე და გაზეთებზე. ანუ აქ ხო არ საუბრობენ იმაზე, რომ ვინმეს ფულს. აქ არავინ ტყუილია. კორუფციულ სკანდალებში არაერთხელ მხილებული კახაკავაძე დღეს მწყობრიდან გამოიყვანა პირველების მიერ დასმულმა კითხვამ, თუ რატომ აკავებს საგამოძიებო უწყება ფაქტობრივად ყოველდღიურად მის თანამშრომლებს, რომელსაც ქრთამის აღებას ედაობიან. კახაკავაძე ამბობს, რომ ყველა ის პირი, რომელიც მსგავს საქმიანობას ჩადის, შესაბამის პასუხისგებაში იქნებიან მიცემული, თუმცა მთავარი კითხვები მაინც რა თქმა უნდა არის დედაქალაქის მერთან. უკვე რამდენიმე კვირაა ერთმანეთის მიყოლებით ხდება იმ საჯარო მოხელეების დაკავების სპეცოპერაცია, რომლებიც კახაკავაძის უწყებაში არიან დასაქმებულები. მათ შორის ჩვენ ვნახეთ რამდენიმე თვის წინ დააკავეს რომეო მიქაუტაძე, კახაკავაძის უახლოესი მეგობარი, ასევე სავარაუდოდ გამოძიება არის დაწყებული კახაკავაძის ყოფილ მოადგილეზე ირაკლი ხმალაძეზე, რომელზეც დედაქალაქის მერი ამბობს, რომ არანაირი სახის ინფორმაცია არ აქვს და ამბობს იმასაც, რომ მის უახლოეს მეგობართან არანაირი სახის კომუნიკაცია ბოლო წლების განმავლობაში არ ჰქონია. ჩვენი დამოკიდებულება იცით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული, შესაბამისად პრევენციული ღონისძიების გატარება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და არავის არ ეპატიება რაიმე დანაშაული და კანონსაწინააღმდეგო ქმედება. თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ კორუფციასთან ბრძოლაზე თუ მიდის საუბარი, თქვენთან და თქვენი გარემოცვის წევრებთანაც უნდა ჰქონდეთ საგამოძიებო უწყებებს კითხვები. რადგან წლებია მერის თანამშრომლები არიან, მერიას ხელმძღვანელობთ და თვლიან რომ ეჭვები და კითხვები ჩნდება მაგალითად სამშენებლო ბიზნესთან, ლობირებასთან დაკავშირებით. თქვენთან მაგალითად თუ ქონია საგამოძიებო უწყებას რაიმე კითხვა, თქვენს მოადგილე დაასახელოთ. აი, უსირცხვილოდ მთელი ამ წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ახორციელებთ შეურაცხყოფას, ჩემს წინააღმდეგ შეურაცხყოფელ განცხადებებს. მთელი კამპანიები ჰქონდათ, ყველანაირი სიბინძურე იკადრეთ, ყველაფერი, ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთეთ. ერთი ფაქტი ხო შეგეძლოთ, რომ წარმოგედგინათ რაღაცა აი პატარა მტკიცებულებასავით, რომ ან მე ამ ჩემი რომელიმე კონკრეტული თანამშრომელი არის დანაშაულში მხილებული. მთელი ამ წლების განმავლობაში იკვებებოდით, გაძლევდნენ ინფორმაციებს, ისევ შეიძლება ჩვენი გუნდიდანაც მალაძესთან ხარ ქონიათ კითხვები საგამოძიებო უწყებებს, რაც წავიდა იუსტიციის სამინისტროში. არანაირი, რა ვიცი, მე არ მაქვს ინფორმაცია.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ქალაქის მერიაში დასაქმებულ საჯარო მოხელეს ყავდა შუამავლები გარემოვაჭრეებთან ურთიერთობაში. სწორედ ეს შუამავალი არის პირი, რომელიც სავარაუდოდ გარემოვაჭრეებს კონკრეტულ თანხას არ თმევდა, ამის შემდგომ საჯარო მოხელეს უხდიდა თანხას იმის სანაცვლოდ, რომ თუ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები დააპირებდნენ მეტროსადგურ ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე წამოსვლას და გარემოვაჭრეების ტერიტორიის გათავისუფლებას, ასეთ შემთხვევაში ის წინასწარ აცნობებდა ხოლმე გარემოვაჭრეებს ამის შესახებ და ნივთებს, რომლებსაც ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები არ თმევდნენ გარემოვაჭრეებს, ამას შემდგომ უკვე უკანო უბრუნებდა. ეს არის ახლა ის ბრალდება, რაზეც საუბრობს საგამოძიებო სამსახური. მერის დაკავებული თანამშრომელი კი ახლა ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება. სავარაუდოდ დღის განმავლობაში მას ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ და არ გამორიცხავენ საგამოძიებო უწყებაში, რომ ამ საქმეზე დაკავებულთა წრეც გაიზარდოს.